მე ვარ ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ადგილას დედამიწაზე. კუნძული, რომელიც დაახლოებით $100 მილიარდად აშენდა. გეგმა იყო მარტივი, აქ უნდა ეცხოვრა მილიონ ადამიანს, მაგრამ დღეს სარიელი შენობები და სარიელებული ქუჩები, ქალაქი, რომელიც თითქოს არასოდეს დასრულებულა, მაგრამ რატომ? Supposed to be home to almost 1 million people. An eco-friendly community. Second home abroad and then rent it out to locals. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ქალაქი დედამიწაზე, სინგაპური. ქალაქი, სადაც ყველაფერი მუშაობს. ქალაქი, რომელიც წარმატების სიმბოლოა და მაინც. როგორ შეიძლება ასეთი ამბიციური პროექტი ამ ყველაფრის ფონზე უბრალოდ ჩავარდეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად მე ამ ქალაქში გავატარებ 30 საათს. შევისწავლი სხვადასხვა დასახლებებს და ვნახავ, როგორია რეალურად ცხოვრება აქ. შეხვდები ადგილობრივს, რომელიც უკვე 3 წელზე მეტი აქ ცხოვრობს. და ბოლოს ვეცდები გავცე პასუხი მთავარ კითხვას. რა მოხდა აქ სინამდვილეში და არის თუ არა შესაძლებელი, რომელიც დღეს ეს კუნძული ისევ გაცოცხლდეს? ახლა შევდივართ ქალაქში. ძალიან დიდი მასშტაბის კუნძული ყოფილა და ამ ხელა კუნძულსაც ნამდვილად არ მოველოდი. საინტერესოა თვითონ ქალაქში რა ხდება. ვერ ვიჯერებ, რომ აქ შეიძლება ხალხი არ ცხოვრობდეს. მოკლედ ახლა მე მჭირდება სასტუმრო რო ვიპოვო, სადაც ერთი დღე დავრჩები. გადავწყვიტე რუკაზე მითითებულ სასტუმროებში მივსულიყავი, თუმცა იქაურობა სრულიად სარიელი დამხვდა. ახლა მოვედი სასტუმროში, რომ ნომერი ამეღო, მაგრამ სულ სარიელი აქაურობა არავინ არ არის. Okay, როგორმე უნდა ვიშოვო აქ სასტუმრო რა. თორე დავრჩები ასე. პირველი სასტუმროს შემდეგ გადავედი მეორე სასტუმროში, თუმცა სურათი ერთი და იგივე იყო, სიცარიელი. მეორე სასტუმრო, თუმცა არც აქ არავინ არაა. კაც არავინ არ არის. ჩეკინი გავიარო. აუ რა სიგიჟეა, რა უნდა გავაკეთო არ ვიცი. რადგან სასტუმროში არავინ იყო, გადავწყვიტე რატომღაც კარგი იდეა იქნებოდა ერთ-ერთი კორპუსის ბოლო სართულზე ავსულიყავი. ძებნაში შემოვედი რომელიღაცა შენობაში და ავდივარ სულ ბოლო სართულზე, რომელიც არის მე-40. ახლა ვარ მე-40 სართულზე. ხوار გადავ. სრული სიგიჟეა, გადამწონებული ქალაქის დანახვა, მაგრამ ახლა მთავარია მე ვიპოვო როგორმე სასტუმრო, რომ ჩემი ხელბარგი დავდო, თორე ასე მოძრაობა ძალიან მიჭირს, თან რაღაცები დასატანიც მაქვს. თითქოს აქაურობა სიცოცხლით უნდა ჩქეფთეს, მაგრამ ყველაფერი რაღაცნაირად გაყინულია. რამდენიმე საათის შემდეგ მინის მეპატრონეს ონლაინ ვესაუბრე და ონლაინ გავიარე ჩეკინის სასტუმროში. ხა ონლაინ ვესაუბრე მინის მეპატრონეს და იმედია შევალ ბინაში და ნახოთ როგორი იქნება საერთოდ. საინტერესო. მოვაგენე ჩემს ოთახს. იმედია გაიღება, ნახოთ აბა. 6-7. ოპა, ნახოთ აბა როგორი ოთახია. ხوار გადავ. просто ხედ შეხედეთ. კიჟური ხედია. სასტუმროში რომ შევედი და ეს ხედი დავინახე ფანჯრიდან, მართლაც გავოცდი. ისეთი სილამაზეა, თვალს ვერ მოწყვეტ აქაურობას. ყველაფერი იდეალურადაა მოწყობილი და ასე დროს ბუნებრივია გიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ასეთ ლამას ადგილას ხალხი არ ცხოვრობდეს. ძალიან სიგიჟეა, რომ ასეულობით $1 მილიონ დაჯდა აქაურობის გაკეთება. და დღესდღეობით თითქმის მიტოვებული აქაურობა. ამ ვიდეოში შევეცდები მოვინახულო კუნძულის ეს კონკრეტული 4 ადგილი, შემდეგ კი ვიპოვო აქ მაცხოვრებელი ადამიანი. ახლა ვაპირებ რომ გავიდე ქუჩაში და ამას შეხედეთ. როგორი რაღაცნაირი სიმშვიდეა და სილამაზე. სიგიჟეა უბრალოდ, რომ ასეთი სილამაზე არსებობს და თითქმის დაუსახლებელია.
პირველ რიგში გადავწყვიტე მენახა კუნძულის ეს ნაწილი, სადაც ვილებია აშენებული. დაცვები არიან ყველა ფეხის ნაბიჯზე და კონტროლებენ პერიმეტრს. Can I go this way? No entry. I need 20 minutes only. No allowed. Here someone is living here? Yes. Yes. Okay. უარი რომ მითხრე შესვლაზე, ახლა უფრო მაინტერესებს რა შეიძლება იქ იყოს. და ვეძებ იქ შესასვლელს. მიუხედავად ჩემ ცდელობისა, აქ შესვლა ვერ მოვახერხე. თუმცა გაჩვენებთ რა არის აქ ინტერნეტით ამოღებული მასალით. ულამაზესი ვილები მდიდრებისთვის, რადგან აქ ყველაზე დაბალფასიანი სახლი $360,000-დან იწყება და $10 მილიონ-მდე ადის. ეს სახლი მაგალითად $1.7 მილიონი ღირს. თუმცა მალაიზიელების საშუალო ხელფასი სადღაც $500-დან $800-მდე მერყეობს, რაც მათთვის ამ სახლების შეძენას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. მაშინ ვისთვის შენდება სახლები? რა თქმა უნდა, უცხოელებისთვის, რომლებისთვისაც მოქმედებს მალაიზიის პროგრამა, რასაც ქვია Malaysia My Second Home. რაც ნიშნავს იმას, თუ კი უცხოელი შეიძენს აქ მიწას სახელმწიფო ჩუქნის 10 წლიან მოქალაქეობას. აქაურობა კი ნამდვილად ლამაზია და მდიდრულია თავისი უდიდესი გოლფის მიწებით, თუმცა მაინც აქაურობას ბევრი არ ყიდულობს. ამით გადავიღე ვიდეო, სადაც ჩანს მხოლოდ რამდენიმე სახლია დასახლებული. ეს არის ის ვილა და მთლიან ვილაში ალბათ ორი სახლი ანათებს. ეს და ეს სამი უпроსორად. საინტერესო მსგავსი ლამაზი ადგილი, რატომ არის ესე მიტოვებული და რატო არ ცხოვრობს ბევრი ადამიანი. წესით აქ უნდა ეცხოვრა მილიონამდე ადამიანს, მილიონზე მეც. და დღესდღეობით 9,000-მდე მოსახლე ყავს. ვილების შემდეგ გადავწყვიტე მომეძებნა მოლი. დაიმოვადექი აქაურ გალერეას და ვნახოთ აბა რა ხდება. Hello, it's a gallery, right? Yeah. It's a gallery, right? No. Building. It's a hotel? No, this one office. Okay, thank you. მოლის მოძებნა ცოტათი გამიჭირდა. თითეული ნაბიჯი, სადაც არ უნდა გახვიდეს სიმწვანე, სილამაზე, სიმშვიდე. აი, არ ვიცი როგორ ავწერო აქაურო. და ეს შენობა ძალიან ლამაზია. ეს სასტუმრო არის აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო. და ალბათ ვიდეოში ჩანს როგორი ლამაზია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი სასტუმროა, ღამით სასტუმროს ოთახები თითქმის არ ანათებს. ვიდეო გადაღებულია ღამის 2 საათზე, სადაც ხედავთ, რომ სასტუმროში მხოლოდ ერთი ნომერი ანათებს. Hello sir, can you tell me where is here gallery? Gallery? Yeah. Self gallery? Yeah. Oh, this one. This? Yeah. ყველას ვისაც მოლის ადგილს საყოფარს ვეკითხებოდი, არასწორ ადგილას მიშვებდა. კარგია რომ ამ დროს Mobinexis ინტერნეტი მქონდა, რომელიც მსგავს ხელოვნურ კუნძულზეც კი იჭერს ინტერნეტს. და თუ შენც გინდა რომ საზღვარგარეთ კავშირზე იყოს, შეგიძლია Mobinexis ინტერნეტით ისარგებლო. ხოლო ჩემი პრომო კოდის გამოყენების შემთხვევაში 15%-იან ფასდაკლებას მიიღებ. ასეთი ლამაზი აუზია აქ. წესით სიცარიელი არ უნდა იყოს, ბევრი ხალხი უნდა ცურავდეს აქ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აქ მხოლოდ მე ვარ. ციგიჟია ხალხო, შეხედეთ. რა სილამაზეა. ახლა ვარ სანაპიროზე და აქ ცოტაოდენი ხალხი არის. სიცარიელი მეგონა იქნებოდა, მაგრამ დამსვენებლები არიან ჩემსავით. Hello. Hello. ჩემს მოპირდაპირედ მოჩანს კიდევ ერთი ქალაქი სინგაპური. სადაც გადასვლა მინდოდა, მაგრამ ვეღარ ვახერხებ სამწუხაროდ. სანაპიროზე გავიცანი ტურისტები და აქ მაცხოვრებელი ადამიანი. Living here or you are just I just visit. Oh, just chilling. I'm just recording YouTube video from my first day here to came. Oh, what did you live for living, guys? I work at Singapore. So this is your first time to be in a forest city? No, this one my third time like Third Many time. coming Oh, why you coming here? because drink. Here got shop duty free. Oh, Duty free shop. it's only one here. Yeah. Oh, then. Beer all very cheap. Okay. მოგლდაკ დადიან, არა, იმიტომ რომ სილამაზეა. ულუერის ძალიან იაფიო და აქ იშოვება მარტოოდა. როგორც მოგვიანებით ამიხსნეს, ხალხი სწორედ ამ მიზეზით დადის Forest City-ში. აქ იაფია ლუდი და სიგარეტი. თუმცა ამ მომენტში გამიმართლა და კიდევ ერთი ადამიანი გავიცანია, რომელიც 3 წელზე მეტია უკვე Forest City-ში ცხოვრობს. Many years do you living here? 3. How long? 3 years you living here. Oh, damn. Because first when I came here, there was no one here. 15 people living in a whole block of unit. First, it was peaceful.
Currently, it's okay. იმის გასაგებად, რატომ არის Forest City დღეს ასეთ მდგომარეობაში, ცოტა უკან ჩინეთში უნდა დავბრუნდეთ. 1990-იან წლებში ჩინეთმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კომუნისტურია, ხალხს მიეცა უფლება საკუთარი მიწა ჰქონოდა. ამან ერთი საინტერესო რამ გამოიწვია. მთავრობამ დაიწყო მიწის უფლებების გაყიდვა დეველოპერებზე. დეველოპერები კი ამ ბინებს ხალხზე ყიდნენ. ძალიან მალე უძრავი ქონება ჩინეთში გახდა მთავარი გზა, სადაც ადამიანები თავიანთ ფულს დებდნენ. ერთ-ერთი ასეთი დიდი დეველოპერი იყო Country Garden, რომელმაც Forest City დაიწყო იმ იდეით, რომ ჩინელებს საზღვარგარეთ იაფათ ეყიდათ ბინები, როგორც ინვესტიცია, მაგრამ აქედან ყველაფერი აირია. დეველოპერები ბინებს აშენებამდე ყიდნენ. ამ ფულით ახალ მიწებს ყიდულობდნენ და სულ უფრო მეტ ვალებს იღებდნენ. ფასები სწრაფად გაიზარდა და საბოლოოდ ბაზარი გადაიქცა ერთ დიდ ბუშტად. შემდეგ კი პრობლემები დაიწყო. 2017 წლიდან ჩინეთის მთავრობამ გაამკაცრა წესები და უცხოელ ინვესტიციებზე შეზღუდვები დააწესა. ამის გამო Forest City-ს განვითარება გართულდა. მერე დაემატა ბანკებიდან ფულის მიღების შეზღუდვები და ბოლოს 2020 წელს პანდემიამ ყველაფერი საერთოდ გააჩერა. დღეს მდგომარეობა ასეთია: 4 დაგეგმილი კუნძულიდან მხოლოდ ერთია ნაწილობრივ აშენებული და აქ ცხოვრობს დაახლოებით 20,000 ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ვერ ვითარდება, დეველოპერებს აქვთ იურიდიული ვალდებულება, რომ ქალაქს მოუარონ. სწორედ ამიტომ არის ეს ქალაქი ასეთი მოვლილი, იმის და მიუხედავად, რომ აქ ბევრი ადამიანი არ ცხოვრობს. People now buying here. Yes. Yes, it's growing, right? ამის შემდეგ გადავწყვიტე მოლი და მეთვალიერებინა. ეს არის აქაური მოლი. მოდი აბაზე ვთავიდეთ ნახოთ რა. მოლიც არიელია რა თქმა უნდა. აქა-იქა რამდენიმე მომუშავე რესტორანი დანარჩენი აი მსგავსად მიტოვებულია. ასეთი დიდი მოლია. სადაც ხა მილიონობით ადამიანი უნდა იყოს, მაგრამ ალაგ-ალაგ რამდენიმე ადამიანი, ძირითადად მომუშავე პერსონალი და დაცვები არის. რაღაცნაირი ასეთ მაღაზიებში სეირნობა. თითქმის არავინ არა, მხოლოდ გაყიდველები. უცნაურია გავრობა. მოლში ვარ, სადაც ესეთი სათამაშოებია. ალბათ ხალხით უნდა იყოს აქაურობა სავსე. მაგრამ აი საინტერესო არაფერი არა ამ ლამაზი ხედის გარდა. სადგილი ალბათ მოლი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ასეთი მიტოვებული ადგილია ახლა. რადგან ხამდებოდა და თან დაღლილი ვიყავი, გადავწყვიტე ეს კონკრეტული ადგილი დილით მენახა. ანუ დილა უთენია და სულ ინდოელი ტიპები, რომლებიც აქ მუშაობენ და ულიან აქაურობას. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის აქ არავინ ცხოვრობს, ერთი რამე თვალშისაცემია. ხალხი მაინც მუშაობს. ძირითადად ესენი არიან ინდოელი მუშები, რომლებიც ულიან ქალაქს, ასუფთავებენ, ამუშავებენ გაზონებს და აგზელებენ მშენებლობასაც კი. ისინი აქ მუშაობენ იმიტომ, რომ შედარებით იაფად ასრულებენ ამ სამუშაოს და სწორედ მათი წყალობით ეს ადგილი ისევ იდეალურად მოწესრიგებული ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ცარიელია. ავდივარ შუა ტრასაზე და არაფერი არ მოძრაობს. სიგიჟია მოკლედ, რომ მსგავს ადგილას მართლა რომ ძალიან ბევრი ხალხი არ ცხოვრობს. მოვადექით ჩვენ შემდეგ ადგილსაც, ნახოთ აბა რა ხდება აქ. ესეთი განსაკუთრებული არაფერი არ ჩანს, ასე ერთი შეხედვით შორიდან. ნახოთ ახლოდან რა იქნება აბა. ამ ვიდეოსთვის აზიაში ჩამოსვლა მარტივი არ ყოფილა. რამოდენიმე თვე ვაგროვებდი ფულს, რომ ეს ყველაფერი გადამეღო. ძალიან დამეხმარება თუ არ სპონსორი გამოუჩნდება სამომავლოდ. და თუ შენც გინდა ჩემი მხარდაჭერა, შეგიძლია დამიდონატო ნებისმიერი თანხა, რათა არხს დაიხმარო განვითარებაში. ლინკი აღწერაში იქნება. და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რადგან სულ მალე აზიის კიდევ 2 სერია დაიდება. ასეთ შრომაში არიან მომსახურე პერსონალი, რომლებიც ასუფთავებენ გარემოს და ულიან გაზონს ყოველდღიურად. და არიან კიდე დაცვები, რომლებიც ყველგან არიან, აი ყველგან შეხვდებით ყველა პერიმეტრზე. ისე უბრალოდ ვერ გადაადგილდები, ყველგან სადღაც კამერა აყენია, ან სადღაც დაცვა. ისეთ გზნობას გიჩენს, რომ აქაურობა ძალიან უსაფრთხოა. სუპერმარკეტი აქ. მოდი შევიდეთ აბა. რა იყიდება. Hello. ნუ რა უცნაური ფასები არ აწერია. მე მინდა რაიმე წვენი ფიქრობ. ბამბუკის წვენი. მოდი გავსინჯოთ 2 რინი ღირ და ნახოთ აბა როგორია. წყლის გემო აქ, აი წყალს რო უდნაო შაქარი დაუმატო, რაღაცა ეგეთი გემო. ალბათ უნდა ყოფილიყო მოლები და მსგავსი რაღაცეები.
მაგრამ ყველაფერი ჩაგედილია ამ ადგილას. რაღაცა მაცივრები და რაღაცეები დგას ახლაც, მაგრამ ტვერიადევს. ასევე ვეცად ერთ-ერთი კორპუსი სახურავზე ასვლა, თუმცა აქ ლიფტები თითის ანაბეჭდზე მუშაობს. ხო, ვფიქრობ რომელიმე სახლის სახურავზე ავიდე როგორმე და კედან გადავიღო დრონით, ხო. ხედავთ. თითის ანაბეჭდზეა ის და ამის გარეშე ვერსადაც ვერავარ. მსგავს ადგილას, სადაც ყველაფერია კომფორტი მოწყობილი ადამიანის საცხოვრებლად. ეს იქნება დაცულობის შეგრძნება, სისუფთავე, ბუნება, აი ყველაფერია ერთ ადგილას თავმოყრილი და ძნელი დასაჯერებელია, რომ მსგავს ადგილას ადამიანები არ ცხოვრობენ. უბრალოდ ცხოვრობენ, მაგრამ 20,000 ადამიანი არაფერია მსგავსი ადგილისთვის. აქ ყველაფერია აშენებული, გზები, შენობები, პარკები. ყველაფერი მზად არის, მაგრამ ხალხი არ არის. აქ ბინებს ყიდულობენ ისინი, ვისაც უბრალოდ შეუძლია, როგორც ინვესტიცია და არა იმიტომ, რომ აქ ცხოვრება უნდათ. ხოლო ადამიანებს, რომელსაც აქ ყოველდღე ხედავ, ისინი ამ ყველაფერს უვლიან. მუშაობენ ხშირად დაბალ ნაზღაურებაზე, უბრალოდ რომ თავი გაიტანონ. და ამ დროს ჩდება მარტივი კითხვა, თუ ქალაქში ხალხი არ ცხოვრობს, მაშინ ვისთვის აშენდა ეს ყველაფერი?